უცნაური გაკვეთილი გვექნება. დღეს ვისწავლით არა ლაპარაკს, არამედ მოსმენას. თქვენ უნდა მოისმინოთ და ნახოთ რაღაც და შემდეგ დააფიქსიროთ, რა შენიშნეთ ამ ამბავში ყველაზე საგულისხმო. ანუ უბრალოდ მოусმინოთ და ეგაა? უბრალოდ არა, ყურადღებით. შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიტყვებს შორის იყოს დაფარული. ანუ თქვენ გაეცანით მოკლე ამბავს მოსწავლეზე, რომელიც დაგვიანებით მოვიდა სკოლაში და მის ეწად დედის ავადმყოფობა დაასახელა. ახლა დაწერეთ, რა დაინახეთ ამ ამბავში, არა მხოლოდ სიტყვებიდან გამომდინარე, არამედ მოცემული კონტექსტიდანაც. მე მივხვდი, რომ ის ნერვიულობდა, როცა ამბობდა დედა ცუდად იყო. თვალს ვერ უსწორებდა მასწავლებელს. მე ვფიქრობ, რომ ისი თხოვდა გაგებას არა მხოლოდ იმით, რასაც ამბობდა, არამედ ტონითაც. მე თავიდან მეგონა უბრალოდ მიზეზს ეძებდა. ახლა ვფიქრობ, რომ სერიოზულად განიცდიდა. ზუსტად, ხანდახან მხოლოდ ერთ დეტალს შეუძლია დაგანახოს მთელი სურათი. ახლა თქვენ საუბრობდით და მე გაკვირდებოდით, როგორ უსმენდით ერთმანეთს, როგორ იაზრებდით ერთმანეთის მოსაზრებას და აცდით ერთმანეთს საუბარს. მე ადრე სულ ჩქარობდი ხოლმე პასუხის თქმას. ახლა უფრო საინტერესო მეჩვენება, როცა ვუსმენ. მე მგონია, რომ მოსმენა პასიურად ყოფნა კი არა, აქტიური ქმედებაა. კი, დაკვირვებაც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ყურება. უნდა დაინახო ისიც, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.